ყველასათვის ცნობილია უკვე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს გაუჩხრიკეს საცხოვრებელი სახლი და ამასთან დაკავშირებით რაღაც არმაგედონს ხატავენ და ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ, რომ თურმე რაღაც საშინელება მოხდა. ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანი, ხო? ნანუკა ჟორჟოლიანი არის ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ექცეოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში და ყველაფერს აკეთებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მავნე საქმეები და დანაშაულები გაправებულიყო. ნანუკამ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაარქვა თავის თავს ჟურნალისტი და იქიდან მოყოლებული ყველაფერს აკეთებდა, რომ ნაცები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ როცა არასამთავრობო ორგანიზაცია კმარას წარმომადგენლები იყვნენ ეს ადამიანები. მას შემდეგ, რაც ნაცები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნანუკა ჟორჟოლიანი სრული 9 წლის განმავლობაში არ მახსოვს, რომ რამე კრიტიკული განცხადებით გამოსულიყო და ერთხელ მაინც გაეკრიტიკებინა ნაციონალური მოძრაობა იმ ბოროტებისთვის, რასაც ჩადიოდნენ. ასევე მას შემდეგ, რაც ნაცებმა დატოვეს ხელისუფლება, ჟორჟოლიანი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ მობრუნდეს ხელისუფლებაში. ეს არის ნანუკა. ანუ ნანუკა ჟორჟოლიანი არის სუფთა სისხლის პირწმინდა ნაცი და ამ ადამიანს არის ჟურნალისტის საქმიანობასთან არაფერი არ აქვს საერთო მის საქმიანობას და არც რაღაცა კეთილი საქმის მთესველი არ გახლავთ ეს ქალბატონი, როგორც თავის თავს ფუთავს და რაღაც ფონდები რო დაარსა თურმე გაჭირვებულებს რო ეხმარება, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. ნანუკა ჟორჟოლიანს არ ქონდა მაშინ პრობლემა და ვერ ხედავდა პრობლემას იმაში, როცა ნაცები შუაღამისას კარებს უნგრევდნენ ადამიანებს, უვარდებოდნენ სახლებში და საკუთარ სპალნებში იჭერდნენ და მერე ნახევრად ტიტველი რო ეყენათ. კარგად გვახსოვს ყველას, ხო? შალიკიანი რო დაიჭირეს, ტულსიკი სამარა გაატელევიზორეს ეს კაცი და სწორედ ნანუკას არხი იყო, რო იღებდა ამ სპეცოპერაციას და მაშინ ამასთან დაკავშირებით ნანუკას არ გასჯენია არც კითხვები, არც რამე პრობლემა არ ქონდა და პირიქით საერთოდ არ იმჩნევდა ეს ადამიანი, რომ თუ რამე ხდებოდა ამ ქვეყანაში უსამართლობა და არც იმას იმჩნევდა, როცა ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდებს ხოცავდნენ ნანუკა ჟორჟოლიანი, არც იმას იმჩნევდა, რომ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ და არც იმას იმჩნევდა, რომ ადამიანებს ქონებებს ართმევდნენ და არც კაცების გაუპატიურებას არ იმჩნევდა ნანუკა და დღეს აი ასეთი რაღაცა მწვავე განცხადებებით გამოდის, რომ თურმე ბელარუსი ვართ, თურმე დიქტატურაა და თურმე საშინელება დაგმართა ქართულმა ოცნებამ. კი, საშინელება დამართა ქართულმა ოცნებამ ნაცებს და მათთვის ნამდვილად საშინელებაა ქართული ოცნება, მაგრამ ერთი კითხავდნენ საზოგადოებას, აბა ის არის საშინელება, ვისაც ნანუკა აправებდა მთელი ცხოვრება და ვისაც წარმოადგენს ჟორჟოლიანი თუ ქართული ოცნება უფრო დიდი ბოროტება. გამოვიდეს და კითხოს საზოგადოებას, ოღონდ იმ ბავშვებს არა, რომლებსაც ატყუებენ. დღეს ნანუკა ჟორჟოლიანის საქმიანობა არის ერთადერთი რამ, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაღუპოს და შეიყვანოს შეცდომაში. ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი საქმიანობით იმ ბავშვებს, რომელი ბავშვები წყავთ მოტყუებული, უბიძგებს დანაშაულისკენ. ეს ბიძგი არის ის, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებს ნანუკა ჟორჟოლიანი არამხოლოდ ბარათებზე ურიცხავს ფულს, რომ იქ ციხეზე მოიხმარონ იმ ადამიანებმა, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც უწევს ფინანსურ დახმარებას, უსტუმრებენ ვალებს ამ ადამიანებს, უხდიან კომუნალურ გადასახადებს და მათი ოჯახის წევრებსაც უწევენ ფინანსურ დახმარებებს. ასევე შეგნებულად ნათლავენ ამ ადამიანებს გმირებად და რაღაცა ესე იგი ცოტა აკლიათ რომ წმინდანებად შერაცხონ, რომ აი თავისუფლებაში მყოფ ბავშვებს, რომლებიც რუსთაველზე დგანან, ამათში რაღაცა დადებითი განცდები გამოიწვიოს ამან და
იქ ძალიან ბევრი გაჭირვებული დგას იმ აქციებზე, უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები დგანან იმ აქციებზე და იმ ბავშვებს ბევრს ურჩევნია, რომ საპყრობილეში აღმოჩნდეს და იცოდეს, რომ მის ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფენ, ვალებს გადაუხდიან და საპატიმროშიც უყურადღებოდ არ დატოვებენ და გმირათაც შერაცხავენ. ამ ადამიანებს ფაქტია, რომ უღირთ აი ამ დანაშაულებზე წასვლა, რასაც ქვია პარლამენტისთვის ცეცხლის მოკიდება, პოლიციელისთვის ცეცხლის მოკიდება და ძალადობა და რაღაცა მარაზმების ყვირილი იმათ, რომ აი ეს რაღაცა 2 კაპიკით დაეხმაროს ნანუკა ჟორჟოლიანი და ზოგადად ნაცები. ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მეტი არაფერი არ არის. ნანუკა არასდროს არ ყოფილა გულწრფელი საზოგადოებასთან, ნანუკა არასდროს არ ფიქრობდა ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ნანუკასთვის ეს ქვეყანა უპირველეს ყოვლისა არ ყოფილა არასოდეს. ნანუკა ჟორჟოლიანი ერთადერთხელ იყო გულწრფელი და ეს იყო მაშინ, როცა განაცხადა საჯაროდ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართებაო, წყალსაც წაუღია ეს ქვეყანაც, ხალხიცო და არაფერი არ მაინტერესებს საერთოდ. ერთხელ იყო გულწრფელი ნანუკა ჟორჟოლიანი, მაშინ, როცა ამ განცხადებას ავრცელებდა საჯაროდ. სხვა დროს ნანუკა არასდროს არ ყოფილა გულწრფელი ხალხთან და ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის ინტერესების სამსახურში და დღესაც იგივეს განაგრძობს ეს ადამიანი. ასე რომ ვისაც ეჭვი შეეპარება ჩემს სიტყვებში, ამ ადამიანებს შეუძლია გადახედონ ნანუკას წარსულს, მის საქმიანობას, მის მოღვაწეობას და აღმოაჩენენ, რომ ყველაფერს სიმართლეს ვლაპარაკობ, რასაც ვიძახი ნანუკასთან დაკავშირებით.